23 თებერვალს შევხვდი ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კონვენციის კომიტეტს, ანუ სტამბოლის კონვენციის კომიტეტის ექსპერტებს, რომლებიც საქართველოს ჩამოვიდნენ ვიზიტით და დავუსვი მათ მარტივი კითხვა ძალადობის მსხვერპლების შესახებ. Აი, წარმოვიდგინოთ, რომ ქალი არის ძალადობის მსხვერპლი და ცხოვრობს თავშესაფარში, რა თქმა უნდა, დროებით ეს 6 თვიანი თავშესაფარი არის მაქსიმუმ. და ვთქვათ, ყავს 2 შვილი. წარმოვიდგინოთ, რომ მისი მშობლები წინააღმდეგნი არიან, რომ ის ესე ქმარს უჩივის და მოითხოვენ მისგან, რომ ქმარს დაუბრუნდეს და ეს ქმარი კიდევ არის ციხეში. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ამ ქალს წასასვლელი ოჯახში არ ყავს და არ აქვს. როგორ უნდა იმუშაოს მაგალითად ამ ქალმა? იმ პირობებში, როდესაც 3 წლამდე ბავშვებისთვის ბაღები საერთოდ არ გვაქვს. და შემდეგ ბაღები იწყება, ანუ 9-დან 5 საათამდე არის, ისიც შაბათ-კვირას არ მუშაობენ. და მომსახურების სფეროში სამუშაო საათები არის 12-14. თუ ადამიანი მუშაობს ცვლებში, შეიძლება 16 და 18 საათიც მოუწიოს ერთ დღეს მუშაობა. შეიძლება მოუწიოს მუშაობა ღამის ცვლაში, როდესაც ბუნებრივია ბაღი არ მუშაობს. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ქალი გავიდა თავშესაფრიდან, ხო? სად უნდა წაივიდეს ამ ბავშვებთან ერთად? ანუ 3 წლამდე ბავშვი თუ ყავს. ესე იგი, ცალსახად სახლში უნდა იჯდეს და მაშინ ვინ უნდა არჩინოს, ხო? კითხვა ისმის. ახლა 2 ბავშვზე სოციალური თეორიულად შეიძლება 200 ლარი აიღოს 400 ლარი, მაგრამ სოციალური რომ აიღოს, აგენტმა უნდა შეაფასოს და აგენტი მიდის იქ, სადაც ის არის ჩაწერილი. და მდგმურებს, როგორც წესი, გამქირავებლები თავიანთ ბინებში არ წერენ. ანუ სად უნდა მივიდეს აგენტი, ვის ბინაში და სად უნდა შეაფასოს ამ ქალის მარტოხელა დედის სოციალური მდგომარეობა, ხომ? ისმის კითხვა. რაც შეეხება ბინასაც, ბინის ქირის პროგრამაში ჩასმაც, ესე უცებ დაბარებულებით არ ხდება, ხალხი თვეობით თუ არაწლობით ელოდება რიგს და ასევე უნდა იყოს იმ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, ხო, რაც არ უნდა არალოგიკურად ჟღერდეს, სადაც ითხოვს ამ ბინის ქირას. იმაზე აღარ ვამბობ არაფერს, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბავშვები არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და თქვათ მრავლობითი დარღვევებით, რომლებსაც 24 საათიანი მეთვალყურეობა ჭირდება, ან მკურნალობა. იმაზე არაფერს აღარ ვამბობ, რომ ეს დედა თუ არის თქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მისთვის სამსახურის შოვნა, თუნდაც მომსახურების სფეროში, ყველაზე დაბალ ანაზღაურებად პოზიციაზეც კი არის საკმაოდ რთული. და ესეთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვუყვანე ამ ადამიანებს, შუბლზე აუვიდათ თვალები და ძალიან კარგად დავანახე ის მდგომარეობა, რომელშიც რეალურად არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები საქართველოში. სოციალური პოლიტიკის და სოციალური დაცვის გარეშე ძალიან რთულია, რომ მოწყვლადი ადამიანები დავიცვათ ძალადობისგან.